მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგანს უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქეთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. დიდი ხანი არ გამიკეთებია გაშლა პარტნიორულ ურთიერთობაზე, პარტნიორის ფიქრები, გრძნობები და მოქმედებები. თქვენს მიმართ რა იქნება. და ნახოთ, დღეს გავაკეთეთ ესეთი გაშლა. ნახოთ. ვინ მოვა სასაუბროთ, რა ენერგიებშია, რა ხდება მის თავს, გავრებული ადამიანი ჩანს. რაღაცა ძალიან ეჩქარება იმისთვის, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ და საინტერესოა რა ინფორმაცია უნდა რომ მოგაწოდოთ. კარგით, დავიწყოთ. ადამიანი ვინც მოვიდა სასაუბროთ, ვინ არის? აშკარად გავრებული ადამიანი, თქვა ინფორმაცია ესეთია, რომ ადამიანი არის რაღაცა გაურკვევლობაში, არ იცის როგორ უნდა მოიქცეს, არ იცის რანაირად უნდა მოიქცეს. შეიძლება აქ რაღაცა არჩევანის წინაშე დადგა ეს ადამიანი, თქვათ არსებული ურთიერთობა არის და რაღაც უნდა შეცვალოს უკვე მდგომარეობა და არ იცის როგორ უნდა გააკეთოს, ხო? ან ადამიანი, რომელიც შეიძლება წასული არის, მაგრამ დაბრუნდეს თუ არ დაბრუნდეს, თუ ისევ იმ პოზიციაში დარჩეს, რაღაცა გაურკვევლობაშია ყოველ შემთხვევაში. რომელ მხარეს გადადგავს ნაბიჯს და საით იქნება მისი გზა მიმართული, მისი ენერგიები მიმართული, ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული. არ იცის რაღაცნაირად, ესე რომ ვთქვათ, ცარიელი კარტიც, ცარიელი არკანიც, აი როგორ არის იცით, რომ თითქოს ვერ ახერხებს ეს ადამიანი ბოლომდე გააზრება, გაანალიზებას. ხო, აი ბოლომდე ვერ ახერხებს გააზრება, გაანალიზებას. თითქოს ისეთი მომენტია, რომ აი თუ გადადგავს ნაბიჯს, აი როგორ არის იცით? თუ წავიდა მარჯვნივ, რა მოხდება არ ვიცით, თუ წავიდა მარცხნივ, რა მოხდება არ ვიცით, მაგრამ აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ, რომ ან მარჯვნივ წავიდეთ, ან მარცხნივ წავიდეთ. აი შეიძლება ითქვას, რომ ესე კი არ არის სიტუაცია, რომ აი თქვათ, ერთ მხარეს კარგი ამბავია, მეორე მხარეს უდი და რა თქმა უნდა, კარგი უნდა ავირჩიოთ, ხო? აი თითქოს რაღაცა ორივე მხარეს ამ ადამიანისთვის ერთი და იგივე სიტუაცია არის. ანუ მისი თვალით დანახული, ხა შეიძლება ერთგან კარგი იყოს, მეორეგან ცუდი იყოს, მაგრამ თვითონ ეს ადამიანი აღიქვას, რომ რაღაც მისი პოზიციები სიმყარეში უნდა კონდეს და მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ დაიცვას. აი რაღაცა ესეთი ადამიანი მოვიდა სასაუბროთ. მოდით ახლა რაღაცა ცოტა ესეთი უცნაური სიტუაცია დაგვისახა ადამიანმა, რომ ხა ამით ნამდვილად ვერ მივხვდებით, წასული პარტნიორია თუ ახლანდელი ურთიერთობა კონკრეტულად, ხო? მაინც დავეკითხოთ, რა ხდება, ანუ თქვენს ურთიერთობაში რა სიტუაციაა, რომ უფრო მარტივად და კარგად რეზონირდეს თქვენთვის. კარგით, რა სიტუაციაა თქვენ შორის სიტუაცია? აქ სიტუაციას ესე ვიტყვი, რომ ნახეთ, აქ მე მგონი არსებული ურთიერთობის მდგომარეობა არის, სადაც აი პიკზე რო ვართ, საით წავალთ არ ვიცით, ხო? აი რაღაცნაირად თითქოს აქ ურთიერთობაში არის რაღაცა სიტუაციები, რომელიც უშლის ხელს თქვენს ურთიერთობას. ნუ აი კიდევ ერთხელ შეიძლება ვთქვა, რომ აქ კიდევ რატომღაც აი ბოლომდე არ ამბობს ეს ადამიანი, წასულია პარტნიორი თუ ახლანდელი ურთიერთობა არის რა, იმიტომ რომ აქ როგორი მომენტიც, რომ ადამიანს აქვს რაღაცა
ემოციები შემორჩენილი ადამიანს აქვს რაღაცა სურვილები იმის რომ ურთიერთობის სურვილები ხო აქ თითქოს ერთმანეთის მიმართ არის ბლოკები მაგრამ ნახეთ ეს ბლოკების ისეთი მომენტი შეიძლება ადამიანი გასული იყოს ურთიერთობიდან ან უბრალოდ რაღაცნაირად არ დგავდეს ხო ნაბიჯს ყოველ შემთხვევაში ურთიერთობას აქვს პრობლემები ურთიერთობას აქვს რაღაცა გადასაჭრელი და გადასაწყვეტი იმ მხრივ რომ საით გაგრძელდება ურთიერთობა ხო აქ რაღაცნაირად ვიღაცისთვის შეიძლება ძალიანაც უნდოდეს ურთიერთობის გაგრძელება მაგრამ ნუ ადამიანის უმოქმედობა ნახეთ როგორი მომენტია ესეთ და ამ პოზიციაში და ამ მდგომარეობაში როგორც ეხლა ვართ ხო ანუ ამ გზით არ მინდა გავაგრძელო. ნუ რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მიიღო, ხო? ახლა ურთიერთობა თუ რაღაცა არის 5 წლიანი და ისევ შეყვარებულს გეძახით ადამიანი, ნუ რაღაცა ბოლო-ბოლო ჩამოყალიბდი, ხო? რა გინდა საერთოდ ახლა 5 წელიწადი ცოტა ბევრია იმისთვის, რომ შეყვარებული ეძახო, თუ არა ხარ რაღაცა 16 და 17 წლის ადამიანი, ხო, ბავშვი, რომელსაც ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული ყველაფერი, ხას დასრულ ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს იმის გადასაწყვეტად ამ ურთიერთობაში რა სახელი დაარქვას და რა პოზიციაზე გადაიყვანოს, ხო? აშკარად თქვენს ურთიერთობაში რაღაცა ეს მომენტი არის, მაინც ჩავეძებით. ხო, აი, არ ვიცი, აქ არის გაურკვეველი სიტუაცია, ანუ აი, ცოცხალი თავით არ ამბობს სიტუაციას, როგორც ჩანს, ორივე ანუ წასულ პარტნიორსაც შეუძლია კონკრეტულად უყუროს და არსებულ ურთიერთობასაც, სადაც რაღაცა პატარა პრობლემების მდგომარეობა არის და რაღაცა ცვლილებების მდგომარეობაში ვდგავართ, ხო? რაღაც ეს მომენტი მოდის. კარგით, მოდით აბა ვნახოთ, ესე იგი. ახან ესე უნდა დღეს ჩვენს არკანებს და იყოს ესე. კარგით, ვნახოთ აბა ამ ადამიანის ფიქრები, ანუ როგორ ადამიანად, როგორ პარტნიორად ხედავთ თქვენს მიმართ ფიქრები. ძალიან ისე ვთქვათ, ემოციური, ძალიან თბილი, ძალიან საინტერესო, იმხრივ თქვენგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ერთის მხრივ ამ ადამიანმა შეიძლება თქვენგან ისწავლა ოცნება, თქვენგან ისწავლა რომ შეიძლება იყოს აი ადამიანთან ისეთი მომენტებიც, რომ სულ რაღაცა გონებაზე არ იყო დამოკიდებული და რაღაცნაირად ემოციებს აყვეთ, ხო? რაღაც მიეცით ის გათვითცნობიერებას, რასაც ქვია სულიერი განთვითცნობიერება, ხო, რაღაც ემოციური განთვითცნობიერება, სადაც ადამიანს შეუძლია უბრალოდ დახუჭოს თვალები და რაღაცნაირად თავისი იოცნებოს, აი უბრალოდ იოცნებოს თავისი ცხოვრება როგორი იქნება, ვთქვათ, 9 წლის შემდეგ, ხო, რაღაცა ეს მომენტები არის აქ. აშკარად ადამიანს მიეცით იმისი თითქოს აი რაღაც ფეხი აადგმევინეთ, ხო? იმიტომ რომ თქვენთან ძალიან ემოციური ადამიანი ხართ. ამ ადამიანის თვალით დანახული თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც სიყვარულს აძლევს, რომელიც სითბოს აძლევს, რომელიც ძალიან მზრუნველია, რომელსაც ძალიან ისეთი თბილი და კარგი აურა აქვს, ხო? თუნდაც აი თქვენთან მიმართება შეიძლება ითქვას ეს ადამიანი უბრალოდ სულიერად ისვენებდეს, ხო? აი მიუხედავად თავისი სირთულეებისა, მიუხედავად თავისი რაღაცა პრობლემებისა, თქვენთან ეს ადამიანი ძალიან შვიდად და კარგად იყოს. როგორ გხედავთ, რაღაც ძალიან მებრძოლ ადამიანად გხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ აი რაღაცა რაც არ უნდა იყოს სიტუაცია, ისეთი მდგომარეობა, რამაც შეიძლება შეფერხება გამოიწვიოს თქვენს ცხოვრებაში, არ აქვს მნიშვნელობა, ხო, თქვენ კარიერაში იქნება ეს პირად სიტუაციაში იქნება რაღაც ხო ყოველთვის ხო არ არის ადამიანი რაღაცა სულ კარგ ხასიათზე, ხო, რაღაცა ყველას აქვს, ხო, რაღაც მეტნაკლები პრობლემა. აი, რაც არ უნდა იყოს თქვენს გარშემო პრობლემის მაგვარი სიტუაცია, ხედავთ, რომ ძალიან მებრძოლი ხართ, რომ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი პოზიციები, რომ თითქოს აი თქვენ მიზნებს არასოდეს არ დაუთმობთ და არ დააბლოკინებთ არავის, ხო? რაღაცა ეს ადამიანი ძალიან საინტერესო პიროვნებად გხედავთ, როგორც ჩანს მის ფიქრები თქვენთან მიმართებაში, ანუ უფრო ესე შეიძლება ითქვას, რომ გხედავთ ძალიან ისეთი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თბილი და ძალიან
ემოციური ხართ თასების დედოფალი რაღაც ხო ამავდროულად ძალიან ესეთი მკაფიოდ მკაცრიც კი იყოთ რაღაცნაირად და რაღაც ესეთი შემართების მომენტებიც გქონდეთ ხო ნუ აი აშკარად და ესეთი მე ვიტყოდი რომ შეიძლება აღფრთოვანებულიც იყოს იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ რაღაც არც ისეთი აღფრთოვანების არკანები შეიძლება აქ არ ამოვიდა, მაგრამ აი როგორი მომენტი მომივიდა იცით, რომ ბევრი გაქვთ ნასწავლი, ბევრი გაქვთ გამოვლილი და უკვე იცით რას როგორ და რანაირად აკეთებთ, ხო, რას როგორ და რანაირად აბალანსებთ და ასე შემდეგ. აი რაღაცა ესეთი ენერგიები მოდის ამ ადამიანისგან. თქვენს მიმართ, კარგით? მოდით ესე ვნახოთ, როგორ ხედავს ეს ადამიანი დღესდღეობით. ნახეთ, იქ სამყარომ კი გვაჩვენა, რომ რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია არის და რაღაც გადაუწყვეტელი მომენტები, მაგრამ მოდით ვკითხოთ, თვითონ ეს ადამიანი როგორ ხედავს თქვენს ურთიერთობას, ხო? აი, როგორ ხედავს მისთვის თქვენთან ურთიერთობა, როგორია? როგორ ხედავს თქვენთან ურთიერთობას? მგონი ამ ადამიანს ესე ვთქვათ, ხმალია აღებინეთ და ომი დააწყებინეთ, რა ვიცი, აშკარად როგორ ხედავს ეს ადამიანი თქვენს ურთიერთობას. თითქოს დაანახეთ ყველა ის მდგომარეობა, რომელიც სჭირდებოდა რომ დაენახა თქვენთან ურთიერთობას ეს ადამიანი ხედავს ძალიან ნახეთ სამყაროს შეცნობის გარღვევად. აი, არ ვიცი რა დაანახეთ ამ ადამიანს ესეთი, მაგრამ რატომღაც აი ეს ენერგია მოდის, რომ თქვენ დაანახეთ ამ ადამიანს, თქვენთან ურთიერთობა არის ამ ადამიანისთვის ახალი ემოციები, ახალი შანსები, გადაწყვეტილებების უფრო მარტივად მიღება, წინსვლის სურვილი, ომის სურვილი და ბრძოლის სურვილი იმისთვის, რომ წინ წავიდეს, ხო, რაღაცა ახალი გააკეთოს, ახალი შემეცნებითი მდგომარეობა გქონდეს, ხო, გამოფხიზლდეს და გამოიღვიძოს ეს ადამიანი, რაღაცა ესე ხედავს თქვენთან ურთიერთობას, თუმცა ურთიერთობაში რაღაც მომენტში აი, ნახეთ, ურთიერთობაში რაღაც მომენტში შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ გაჩერდა თქვენი ურთიერთობა და რაღაც ვერ ვითარდება, მაგრამ თქვენ ეს ადამიანი ხედავს, რომ პირიქით გამოფხიზლების გზაზე არის, სადაც ძალიან დიდი ემოციებიც მოდის, ხო? აი, ორი ტუზი, ხმლების ტუზი და თასების ტუზი ბოლოს ამ წყობაში, ხო? იცით როგორი მომენტია, როგორ ხედავს ეს ადამიანი ურთიერთობას, ემოციურ ურთიერთობას ხედავს, სადაც აი მართლა რომ გამოაღვიძეთ. აი როგორი მომენტია ესეთ ადამიანი, როდესაც არაფერს აღარ აკეთებს ცხოვრებაში, აი უბრალოდ თავისთვის არის მინდობილი არის რაღაცა მომენტში, აი ნუ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც იმყოფება, ხო? აი, სამსახური, სახლი, მეგობარი, რაღაც ვის რა მდგომარეობა ქონდა, ხო? აი, იმ მდგომარეობა შეჩვეული არის, მიჩვეული არის, აი რაღაცა წლების განმავლობაში და გამოჩდით თქვენ და თქვენ დაიწყეთ ამ ადამიანის ცხოვრებაში ქაოსი. აი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ქაოსი. ოღონდ ნახეთ, ქაოსი ხარ ცუდ მხრივ კი არა, პირიქით ძალიან კარგი და ეს ადამიანი მე მგონი აგონიაში არის და აი, იცით როგორი მომენტი აქვს, რომ ანუ აქამდე როგორ ცოცხლობდი, აქამდე როგორ ვიცხოვრი, აქამდე რა ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში, ეს ადამიანი რო შემოვიდა, გამოფხიზდი, გამოვიღვიძე, რაღაც მინდა წინ წავიდე, გამარჯვება მივიღო, ემოციები მქონდეს, გადაწყვეტილებები მივიღო, ვიყო, აი მებრძოლი გავხდი, ხო, რაღაც რო იტყვიან ახლა დილას შეგაღვიძონ და თქვათ ფინჯანი ყავით დალევაც არ დაგაცადონ და პირდაპირ საქმე მოგაყარონ, აი ხო არის რაღაც ყველას ჭირდება ხოლმე რაღაც ცოტა აზრზე მოსვლაო რო იძახიან. აი რო იტყვიან აი ეს ვერც კი მოვიდა გონს რა მოხდა მის ცხოვრებაში, ხო და ხედავს ძალიან ისეთ ქაოსურს, მაგრამ აი ამ ქაოსთან ერთად ხედავს იმას, რომ ძალიან
კარგია იმ მხრივ, რომ თქვენ შეძელით ურთიერთობით ამ ადამიანის ცხოვრების შეცვლა, ამ ადამიანის გამოღვიძება, გამოფხიზლება და მიეცით რაღაცა შანსები, მიეცით შანსი იმის, რომ თვითონ იყოს რაღაცა ისეთი პასუხისმგებლობის მქონე ურთიერთობაში. იმიტომაც არის ესე გაურკვეველი და არეული, როგორც ჩანს. ნუ ყოველ შემთხვევაში თუ ყოფილი ურთიერთობის მდგომარეობით უყურებთ, ხო, ნუ აი მის ცხოვრებაში ზუსტად ეს მომენტები გქონდათ და შესაბამისად, ნუ ეხლა რა თქმა უნდა მოაკლდა ხო ვთქვათ. კარგით, მშვენიერიად. მის თქვენთან ურთიერთობას აშკარად მშვენივრად ხედავს ეს ადამიანი თავისი თვალით დანახული. მოდით თქვენ როგორ ხედავთ ამ ადამიანთან? თქვენ რას იღებთ ხო ბოდიშთ? ამ ადამიანისგან ამ ურთიერთობით, ხო, აი რაღაცა თქვენ როგორ ხედავთ ურთიერთობას უკვე? აი თქვენ ესე ვიტყვი, რომ კარმულად ხედავთ ამ ადამიანთან ურთიერთობას, თითქოს ფიქრობთ, რომ ეს რაღაცა კარმული მომენტი არის. ერთის მხრივ ვიტყვი იმას, რომ ძალიან, არ ვიცი, ძალიან დიდ ენერგიასაც გაძლევთ ეს ადამიანი. ვერ ვიტყვი, რომ არ გაძლევთ დიდ ენერგიას, ძალიან დიდ ენერგიას გაძლევთ, მაგრამ აი ეს კონფლიქტური მომენტი, ნახოთ მე რატო ხდება ესე გადაუწყებლობა, რაღაცა დავამტკიცე. ნახეთ, თქვენ როგორ ხედავთ? თქვენ ხედავთ კარმულად ამ ურთიერთობას. თქვენ ხედავთ, რომ ეს ადამიანი რაღაცა ეს ადამიანიც თქვენში, ნახეთ, რაღაცეებისგან განთავისუფლებთ. თუ თქვენ გქონდათ რაღაცა ცუდი გამოცდილებებით, აი თითქოს როგორი მომენტია, იცით, რომ აი წარსული ყველას აქვს, ხო? ყველა ადამიანს აქვს წარსული. აი ამ ადამიანის ურთიერთობა თქვენთვის არის ყველა წარსულის კარების დახურვა და ახალი ცხოვრების დაწყება, ხო? რაღაცნაირი ძალიან ისეთი ვაი. გადმომეყარა არკანები და ძალიან რაღაცნაირი მომენტია. ნახეთ, კიდევ დავამატოთ არკანები, თქვა როგორ. ხო, აი თქვენ ხედავთ, რომ თითქოს გამოცლილი ენერგიები გქონდათ და ამ ადამიანის მოსვლის მერე თქვენ მიიღეთ მისგანაც ენერგიები. ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი თქვენ გამოაფხიზლეთ, როგორც ჩანს, ამ ადამიანის გამოფხიზლებით თქვენც მიიღეთ ენერგიები, ხო? თქვენც მიიღეთ ის რაღაცა ემოციები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენთვის. თქვენც მიიღეთ რაღაცა ძალა, რომელიც თქვათ გაძლევთ. ხო, აი აქ ვიტყოდი, რომ თქვენ რატომღაც უფრო კარმულად ხედავთ ამ ურთიერთობას, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ აქ რაღაცნაირად აი განთავისუფლება გახსნა, ახალი მდგომარეობა თქვენთვისაც. აი ხო, სიმძიმეების მოხდა, აი ხო გეუბნები თითქოს, აი თქვენ გადაწყვეტილება მიგაღებინათ ამ ადამიანმა, რომ მე ხვალიდან მაგალითად დავასრულებ ყველაფერს, გავანულებ ჩემ ცხოვრებაში ყველაფერს, გამთავისუფლდები წარსულის, თუნდაც პარტნიორული ურთიერთობიდან მდგომარეობა, თუნდაც რაღაც კარიერაში რაღაც ისეთი ის არისო, ისე როგორც გვინდა და თუნდაც აი აბსოლუტურად ყველაფრისგან. გინდათ იქ თქვა კონფლიქტური მეგობრული ურთიერთობა, აი რატომღაც გაქვთ ეს მომენტი, რომ იმდენად კარმულად მოვიდა ეს ადამიანი და იმდენ რაღაცასთან მიმართებაში მისი გამოფხიზლება თქვენთვისაც გამოფხიზლება კი არ, ანუ გამოფხიზლება კი არ, თქვენთვის გახდა კიდე იცით როგორი მომენტი? კიდევ ერთხელ გადავხედე სიტუაციებს და მივხვდი, რომ აი აქ დაშვებული შეცდომა, ეს ესე უნდა მომხდარიყო, მართალია, აქ შეცდომა კი არ არის, ნამდვილად ესე უნდა მომხდარიყო და ძალიან კარგია, რომ ესე მოხდა და თურმე დასახური მაქვს და კიდევ ვფიქრობ ამ რაღაცა მომენტებზე და არ პატიებ თავს და ეხლა უნდა ვაპატიო. აი თქვენთვის ამ ადამიანთან ურთიერთობით კიდევ მეტი გადაანალიზება. შეიძლება ძალიან კარგი მოსაუბრეც არის ეს ადამიანი და ნახეთ, ერთმანეთთან კომუნიკაციით და ერთმანეთთან რაღაცა ისეთი ინფორმაციული გაცვლა გამოცვლით თქვენ ბევრ რამეში საკუთარი თავიც ამოიცანით ამ ადამიანში და ცდილობთ ეხლა რომ თქვათ ეცადეთ რომ გამოგეფხიზლებინათ ეს ადამიანი, გამოგეღვიძებინათ, მაგრამ თქვენ რაც დაინახეთ თქვენი სახე მასში,
აი იმების კიდე გამოსწორებას აკეთებთ, ხო? აი რაღაცა კარმული ადამიანია თქვენთვის, ესე ვთქვათ, ეს ადამიანი. შვენიერია. მოდით იცით რა ვნახოთ, აი რა არის ის, რაც კონკრეტულად რაც გიქმნით პრობლემას ურთიერთობაში, ხო, რაღაც იმიტომ რომ აქ პრობლემურ რაღაც მომენტი, რაც არის ბარიერი, რა არის ეს ბარიერი, რატო არის ბარიერი თქვენს ურთიერთობაში, იქნება გითხრას, რატო არის ბარიერი თქვენს ურთიერთობაში. რატო ხედავს ეს ადამიანი, რომ არის რაიმე ბარიერი თქვენს ურთიერთობაში. აი ბარიერთან მიმართებაში გეტყვით ესეთ რაღაცას, ნუ ხა სამკუთხედ მდგომარეობას ნამდვილად არ ვიტყვი, იმიტომ რომ ხა პენტაკლების მეფით მაინდა-მაინც სამკუთხედი ურთიერთობა თქო ნამდვილად ვერ ვიტყვი, თუმცა ნუ ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ეს სამკუთხედი სიტუაცია, თუმცა ნახეთ როგორი მომენტი მომდის აქ უფრო მეტად მე. ეს ადამიანი როგორც ჩანს ეს ადამიანი, აი ნახეთ, თქვენ ენერგეტიკულად ჯობნით ამ ადამიანს. იმიტომ თქვენ უკვე გავლილი გაქვთ და კარგად იცით და გამაფხიზლება რომ თქვენგან მოვიდა თითქოს ჯობნით ამ ადამიანს და შინაგანად ემზადება ეს ადამიანიც საბრძოლველად რომ ჩახუროს ის მდგომარეობა, რაც ამ ადამიანს უშლიდა ხელს, რაც ამ ადამიანს არ აძლევდა საშუალებას, რომ თავისი შიშები თუ პრობლემები თუ რაც არ უნდა ქონოდა, დაეღწია თავი და აი თითქოს როგორი მომენტია, იცით ახლა აქვს კიდე ისეთი განცდა, რომ თქვენ იმდენად ძლიერი ხართ, რომ შესაძლებელია, რომ ცოტა ვერ იჯერებდეს, რომ თქვენ მის გვერდზე შეიძლება იყოთ, ხო? ამ ადამიანს, იცით რა არის? ამ ადამიანს შეიძლება უფრო მეტად კიდე თქვენ თვლით, რომ კარმული ადამიანია, კი ბატონო, მაგრამ იცით რა არის? ამ ადამიანსაც ბევრი რამ აქვს ჩასახური და ამ ადამიანისთვის კონკრეტულად ეხლა მიმდინარეობს კარმული მდგომარეობა. აი ეხლა ფხიზლდება და ნახეთ, აი ამ გამოფხიზლებით თითქოს ეს ადამიანი იმ ყველა ბლოკს, რომელიც აქამდე ქონდა, აანალიზებს, ხო? რაღაცნაირად კარმულად, აშკარად კარმული ურთიერთობა გაქვთ. თქვენ რაღაცა უნდა თქვენც რაღაცნაირად ასწავლეთ ამ ადამიანს, რაღაც გაკვეთილებს აძლევთ და ისეც გაძლევთ, მაგრამ აი აქ არის შინაგანის იმარტოვის მდგომარეობაც აქ. ადამიანი, როდესაც გადაწყვეტილი აქვს, რომ სმარტო უნდა იყოს, ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ მის ცხოვრებაში ესე რაღაცა ურთიერთობის მდგომარეობა ცოტა რთული იქნება, იმიტომ რომ იცით რა არის, შეიძლება კიდევაც იყოს აქ ადამიანი, რომელთანაც ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს, რომელმაც მოატყუა, რომელთანაც რაღაცა თქვათ პასუხისმგებლობა აიღო და აღმოჩნდა, რომ ძალიან შეტოპა და ცუდ ვითარებაში აღმოჩნდა, ხო? და ანუ იქ არ უნდა ყოფილიყო, იმ ადამიანთან არ უნდა ყოფილიყო და რაღაცა დაუშვა შეცდომები და ეხლა ფიქრობს, რომ იგივე შეცდომები არ დაუშვას თქვენთან მიმართებაში, ხო, რაღაცა მომენტში. იმიტომ რომ იცით როგორი მომენტი არის, აი ბოლომდე არ არის ეს ადამიანი თლად დარწმუნებული მდგომარეობაში, რომ იგივე შეცდომები არ იქნება, იგივე
სიტუაციაში არ ამოყოფს თავს, ხო, აი რაღაცა ეს თან ცოტა თვითშეფასების მომენტი, მე ვერ ვიტყვი რომ აქ საერთოდ თვითშეფასება ახლა პენტაკლების მეფეს თვითშეფასება მშვენიერი აქვს, მაგრამ იცით რა არის, აი სადღაც მომენტში რომ უშვებ, რომ ნუ თუ ამდენად ღირებული ვარ ამ ადამიანისთვის, რომელიც აი როგორი მომენტიც, განა მე რა უნდა ვასწავლო ამ ადამიანს, რომელიც უფრო მეტი აქვს გავლილი ცხოვრებაში, არ ვიცი ხა ვისთვის რა და როგორ არის გავლილი ხო, მაგრამ აი თითქოს უფრო მეტი გაიარეთ და გაიზარდეთ თქვენ და აი ამ თქვენი ცოდნით იმდენად მაღლად გახართ ამ ადამიანთან მიმართებაში, რომ აი თითქოს აქვს ეს მომენტიც, რომ ცოტა შიშის მომენტი რაღაცა ასპექტში. მოდით, აბა კონკრეტულად აბა რისი ეშინია ამ ადამიანს. მოდით ესე ვიკითხოთ, რისი ეშინია, რა თქვენთან მიმართებაში ეშინია თუ არა თქვენი დაკარგვის. იცით რა არის, ნახეთ. კი, რაღაც მომენტში ესე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს ეშინია, რომ არ დაკარგოთ და იცით რა არის, ძალიან დიდი გულის ტკივილების მომენტი აქვს. აი, ოღონდ თუ თქვენ პაუზაზე ხართ, მოდით ესე ორად რახან ისე ცოტა ისე გავურკვევოთ ამოვიდა, თუ თქვენ პაუზაზე ხართ ამ ადამიანმა გაიაზრა ის, რომ დაგკარგათ და ტკივილი უფრო აქვს თქვენ და ანუ ტკივილი, რომელსაც ცდილობს რომ მოიშუშოს, თქვათ, ხო? და აი აქ ეს მომენტი ძალიან ისეთი მდგომარეობა, მაგრამ თუ თქვენ ურთიერთობაში ხართ და ამ ადამიანს დავუსვავთ კითხვას, რომელიც ურთიერთობაში ეშინია თუ არა თქვენი დაკარგვის, კი, მას ეშინია და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ემოციები აუცილებლად მოქცეთ, ხო? ვერ გეტყვით და არ გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანი რაღაცა ელვისებურად იმოქმედებს ყველგან და ყველაფერში, იმიტომ რომ ცოტა აი ცოტა ზანტი, ვიცი, ფრთხილიც არის რაღაც მომენტში. აი კიდევ ერთხელ გეტყვით, აქ როგორც ჩანს ამ ადამიანს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. დაკარგვა ნამდვილად არ გაუხარდება, არ ესიამონება, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ არ გამოგეკიდებათ, არ იფიქროთ ის, რომ გამოგეკიდეთ, ეცდება რომ შენარჩუნება მოახდინოს, დაჯდება თქვენთან სასაუბროდ, ჩართავს აი ყველანაირად გაანალიზების მომენტს, ეცდება რომ თავისი პოზიციები დაიცვას, ხო, რაღაცნაირად, ხო, მაგრამ გამოკიდებით ნამდვილად არ გამოგეკიდებათ, ერთხელ შეიძლება გითხრათ, მაგრამ გაჩერდება და ვსო. თუმცა ნამდვილად არ ესიამოვნება თქვენი დაკარგვა, არ ესიამოვნება თქვენი ურთიერთობის დაშლა, ესე ვიტყოდი. კარგით, მოდით აბა ვნახოთ ესეთი რამ. რა ნაბიჯებს გააკეთებს კონკრეტულად უახლოეს პერიოდში, საკმაოდ უახლოეს პერიოდში რა ნაბიჯებს გააკეთებს. აი, უახლოეს პერიოდში ეს ადამიანი იცით რა არის, აი ნახეთ, ნაბიჯებთან მიმართებაში ეცდება თქვენთან ურთიერთობა ნამდვილად არ დაიშალოს. თქვენ თუ დააყენეთ რამე ისეთ კონკრეტულ წინადადებაში, ან ეს აიღე, ან ის თქვი, ან ეს თქვი და რაღაცა გადაწყვიტე, ნამდვილად ძალიან ეტკინება. არჩევანი წინაშე თუ დადგება ეს ადამიანი, გეტყვით იმას, რომ არ მიიღებს იმ არჩევანს, რაც თქვენ გგონიეთ, რომ მიიღებს და ხშირია ხოლმე, რომ თუ არჩევანის წინაშე დავაყენებთ ადამიანს, მაშინ რაღაცა დაკარგვის შეეშინდება და ის გადადგავს ნაფიც და ოჯახს შექმნის. არა, არც რაღაცა მანიპულაციურ მდგომარეობებით. არა, აქ ადამიანს სჭირდება უახლოეს პერიოდში კონკრეტულად
გააკეთოს არჩევანი სიფრთხილით, ცოტა შიშითაც შეიძლება, მაგრამ გააკეთოს არჩევანი და გაანალიზოს თქვენთან ურთიერთობის მდგომარეობა. ეს არის უბრალოდ ემოციები და მიჯაჭვულობის მომენტი იმ მხრივ, რომ შეგეჩვიათ და აი ეს რაღაც ეიფორიის მდგომარეობა მისთვის რაღაც იმდენად აღარ უნდა თქვათ პირდაპირ სამსახურიდან სახლში სიარული, ხო? თუ ეს არის ის მდგომარეობა, სადაც ოჯახის, ანუ უახლოეს პერიოდში ეს ადამიანი იქნება ნაბიჯებით არ იქნება, მაგრამ დაკვირვებით და გაანალიზებით რას გრძნობს თქვენთან საბოლოო ჯამში. თქვენ ხართ მისთვის მომავალი და ოჯახი და ემოცია და წინსვლა და წარმატება, თუ უბრალოდ მიჯაჭვულობა, ხო? აი არჩევანის წინაშე იქნება უახლოეს პერიოდში, ოღონდ არჩევანის თავისთავიდან გამომდინარე. თქვენიდან გამომდინარე არჩევანში ცოდეთ, რომ ეს ადამიანი არჩევანს მიიღებს იქეთ, რომ დაგტოვებთ. რაც არ უნდა გაუჭირდეს, როგორც არ უნდა გაუჭირდეს, როგორც არ უნდა ტკიოდეს და როგორც არ უნდა, რა ვიცი, სული სწრებოდეს, სურო საავადმყოფოში მოხდეს, არ გააკეთებს იმას, რაც არ უნდა გააკეთოს. აი თუ თვითონ არ გაერკვევა და არ ჩამოყალიბდება, რომ ეს ნამდვილად არის მისთვის სიყვარული, ეს ნამდვილად არის მისთვის ოჯახი და всё, მე აქ ვასრულებ და ეს ადამიანი ჩემი ოჯახი ხდება. აი აქ ნაბიჯებთან მიმართებაში ცოტა სიფრთხილე გმართებთ, იმიტომ რომ ამ ადამიანის ნაბიჯები უახლოეს პერიოდში ცოტა ხო, ცოტა იქნება ისეთი ფრთხილი და პოზიციების გამყარება იქნება თქო და 4 პენტაკლებიც ამოხდა თავისით, ასე რომ ჩემო კარგებო და მსმენელებო, მადლობა იმისთვის რომ მისმენთ და იმედი მაქვს რომ გაითვალისწინებთ ამას, თუ ეს ადამიანი თქვენთვის არის ძალიან ღირებული და ძალიან ძვირფასი ადამიანი, ცოტა ხანი მაინც დაელოდეს და დააცადეთ, რომ ეს გადახარჯოს ხო თქვენ მისთვის კონკრეტულად, რეალურად, ნამდვილად ის ხართ, რომ იყოს თქვენთან მომავალით დაკავშირებული შვილებით და ოჯახით, თუ რაღაცა მიჯაჭვულობის მომენტი. თვითონ აცადეთ, რომ თვითონ რაღაცა მიიღოს გადაწყვეტილება და მაინც მოდით თქვენთვის რჩევა, პენტაკლები, მიეცით ცხოვრებას და შანსი თქვენს ცხოვრებას, თქვენს ურთიერთობას, დაიცავით ბალანსი, ესე რომ ვთქვათ, ურთიერთობაში ნამდვილად გჭირდებათ. უბრალოდ მიიღეთ ის ემოციები, ის ენერგიები, რასაც ამ ეტაპზე ეს ადამიანი გთავაზობთ და ამ ეტაპზე ამ ადამიანის მდგომარეობა არის რაღაც ესეთი, ხო, ვისთვის როგორ ხარ, თუ ადამიანი წასული არის, დააცადეთ იყოს წასული და თქვენ უიაქტიურებთ, მაგრამ თუ ადამიანი არის აქტიურ ფაზაში და ხო, ურთიერთობაში ხართ, ამ შემთხვევაში, ხა, სუპენტაკლებში ამოვიდა, მიხედეთ საკუთარ თავს, მიხედეთ საკუთარ ენერგიებს, მიხედეთ საკუთარ მატერიალურ მდგომარეობას, ხო, განვითარებას, წინსვლას, კარიერას და მიიღეთ ის ემოციები და ის ბედნიერება, რასაც გაძლევთ ეს ადამიანი, ხო? რაღაც გაცვალეთ ისევ. თქვენ, იმიტომ რომ თქვენც ნახეთ კარმულად ხართ დაკავშირებულები, აი თქვენთვის უფრო მეტი კარმული ადამიანია და აქედან გამომდინარე, ნახეთ თუ სადმე ოდესმე დაჩქარებული გქონიეთ რამე სიტუაცია, ან რაღაცა თუ ცოტა ისეთი სიტუაცია გქონიათ ურთიერთობასთან მიმართებაში, რომ ან ძალიან იჩქარეთ ადამიანის შეყვარება, ხო, თუნდაც აცადეთ ამ ადამიანს ნამდვილად სჭირდება. რაღაცა ბოლო დროს ისეთი მოდის ხოლმე ენერგიები და დაცდა უნდა თითქოს ადამიანებს. ნუ ყოველ შემთხვევაში აქ გირჩევთ სამყარო, რომ თქვენს მიეცით შანსი ურთიერთობას, იმიტომ რომ ეს ურთიერთობა ძალიან ისეთი რაღაცა კარგად მიუხედავად ცოტა ისეთი გაშლა გამოვიდა, რაღაცა კარგი ენერგიები მოდის მაინც და ორივესთვის ძალიან კარგი გაკვეთილები და ძალიან საინტერესო პერიოდები გელოდებათ, ამიტომ დაელოდეთ დაბალანსდით, 7 წყნარი, რასაც მოგცემთ ენერგიულად, იგივე დაუბრუნეთ, ხო? ნუ აჩქარდებით, მაინც დააკვირდით ყველაფერს. მე წარმატებულ ურთიერთობას გისურვებთ, ბედნიერებას ითეულ თქვენთანაც და
რა თქმა უნდა, ვიზა რეზონირდება კი მეტყვით მერე როცა ჩათვლით საჭიროდ დროებით.